მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და რა თქმა უნდა ეროვნული ვალუტის კურსი ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გამყარდა, ვხედავთ ამ გამყარების ტენდენციას და თუმცა დღეს გვინდა რომ სრულად სხვა თემაზე განსხვავებულ ნაწილში ვისაუბროთ, საკითხზე რომელზეც Business Insider-ზე არაერთხელ Business Insider-ზე არაერთხელ განგვიხილავ, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 29-ე დისკუსია გაიმართა გუშინ მიმდინარე წლის მეოთხე, თუმცა გარკვეულად საიუბილეო 29-ე დისკუსია და ეკონომიკური ფორუმის 29-ე დისკუსიის მთავარი თემა იყო სამშენებლო ინფრასტრუქტურული და სამშენებლო დეველოპერული კომპანიების და ზოგადად საქმიანობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ზოგადად სამშენებლო ბიზნეს განსაკუთრებული წილი აქვს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ საუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რა თქმა უნდა, სამშენებლო ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო დეველოპერული პროექტები აქ თავის როლს ასრულებს, თავის განსაკუთრებული წვლილი აქვს, უნდა აღინიშნოს, რომ სარეკორდო იყო დასწრების მაჩვენებელი 150-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 29-ე დისკუსიას, რაც გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი იყო ამ კუთხით, ასევე აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად იყვნენ სახელმწიფო სექტორის, კერძო სექტორის, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ შემთხვევაში რომელიც იყო ფორუმის მთავარი პარტნიორი, მოგეხსენება საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მთავარი პარტნიორი არის საქართველოს მთავრობა, ერთის მხრივ ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო წარმოდგენილი და მეორე მხრივ ეკონომიკური ფორუმის მთავარი პარტნიორი, გენერალური პარტნიორი არის საქართველოს ბანკი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ასევე ეკონომიკურ ფორუმს გრძელვადიან პარტნიორად შემოუერთდა UGT და მთელ რიგ შემთხვევაში იყვნენ წარმოდგენილები ჩვენი თემატური პარტნიორები ეკონომიკურ ფორუმზე, რომელთა შეფასებებსაც რა თქმა უნდა ჩვენ მოვისმენთ ჩვენი ანალიტიკური ნაწილის მიმდინარეობისას. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეკონომიკური ფორუმის მთავარი სპიკერი იყო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი რევას სოხაძე და ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით სწორედ ბატონი რევაზის შეფასება მოვისმინოთ. Business Insider-ის ინიციატივით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი, რომელიც შეეხებოდა დეველოპერული კომპანიების საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ყველა მსგავს ფორმატში მონაწილეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ ყოველთვის ვიყენებთ ამ ფორმატს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს და ასევე მნიშვნელოვანი არის გავიგოთ ის საჭიროებები, რაც კერძო სექტორს აქვს. მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ბატონმა რეზიმაც აღნიშნა, მინისტრის მხრიდან იყო წარმოდგენილი ის ძირითადი მიმართულებები, სიახლეები, ინიციატივები, გეგმები სამინისტროს მხრიდან, რომელიც ამ მიმართულებით, სამშენებლო ინფრასტრუქტურული, სამშენებლო დეველოპერული მიმართულებით ხორციელდება, განსაკუთრებულად აქცენტირებული იყო მინისტრის გამოსვლაში გეგმები, რომელიც დაკავშირებულია ძალიან გრძელვადიან და ძალიან ამბიციურ პროექტების განხორციელებასთან და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ჩანდა თუ რამდენად მომხრე და აქტიურია სახელმწიფო კერძო სექტორთან დიალოგის ნაწილში და მართლაც პანელური დისკუსიის შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმშიც ჩანდა საკმაოდ ისეთი ჩართულობა და ღია დისკუსიისადმი მუდმივი მზაობა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ ფორმატში, როდესაც მინისტრი ხვდებოდა ერთის მხრივ რა თქმა უნდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ანალიტიკური და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი ფორმატი, რაც კი ამ თემაზე ყოფილა. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ისრისი აღნიშნოს სხვადასხვა ფორუმზე გამომჩა, რომ ფორუმის სამწელიწად ნახევრიანი ისტორიის განმავლობაში პირველად იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე, ყოფილა არაერთხელ ეკონომიკის განმარტივი განვითარების მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სხვა დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი რამოდენიმეჯერ, მაგრამ ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო პირველად წარმოდგენილი და მართლაც განსაკუთრებით აქტიური დისკუსია იყო ამ კუთხით და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჩვენ საუბრობთ
კიდევ ერთხელ ამ მიმართულებით საქმიანობაზე საქართველოს პარლამენტის როლს, ვინაიდან მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია სხვა ტიპის ინიციატივებთან, რომელიც განხორციელდა, ან უნდა განხორციელდეს მომავალში, რა თქმა უნდა, საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას და ამ კუთხით ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ძალიან აქტიური ჩართულობა ფორუმის ჭრილში საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ბატონი შოთა ბერეკაშვილის, რომელიც მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ფორუმის განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ფორუმის საქმიანობაში ყოველთვის განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული, როგორც სპიკერი, მართლაც ფორუმის ძალიან დიდი მეგობარი და მხარდამჭერია. ამ კუთხით და ბატონმა შოთამ ძალიან დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ მიმართულებაზე, ასევე ამ კუთხით საკანონმდებლო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და გეგმაზე ჩვენ შეგვიძლია ბატონი შოთას შეფასებას მოვისმინოთ. პირველ რიგში ძალიან საინტერესო ფორუმი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სამშენებლო სექტორზე და დეველოპერ სექტორზე და სექტორის გავლენაზე ეკონომიკაზე. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული ორი სექტორის ჯამური კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 18%-ია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ციფრია. აქვე აღნიშნავდი იმას, რომ აღნიშნულ სექტორში დასაქმებული ადამიანების შემოსავალი ერთ-ერთი მაღალი შემოსავალია და მედიან ხელფასი კატეგორიებით მეორე ადგილზე არის და საშუალო ხელფასი კი სადღაც 3500 ლარის ფარგლებშია. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია აღნიშნული სექტორის განვითარება და ჩვენ ასევე ხაზი გაესვა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მშენებლობაც იგეგმება. აქ მხედველობაში გვაქვს ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება, ასევე მხედველობაში გვაქვს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ახალი აეროპორტის მშენებლობა და ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად ხელშეუწყოს საქართველოს როგორც შუა დერეფნის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას და იმ ორი დიდი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სივრცეს შორის, რომელიც არის ჩინეთი და ევროკავშირის, ასე რომ ვთქვათ, კომერციული, სატრანზიტო, ლოგისტიკური გადაზიდვების კიდევ უფრო გაზდას. დღეს მდგომარეობით ჩვენი წილი მხოლოდ 2%-ია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელებით და მათი ერთობლიობაში ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ნაჩვენებელს და რაც საბოლოო ჯამში აისახება უფრო მაღალ შემოსავლებში ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო მაღალ ხელფასებში და უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაში. ასევე ჩვენ ვისაუბროთ დეველოპერის სექტორთან დაკავშირებით, რამდენად დიდია მისი როლი ტურიზმის სექტორის განვითარებაში. აღინიშნა ის, რომ 2025 წელს ტურისტულმა შემოსავლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს იყო 4.7 მილიარდი და სწორედ მნიშვნელოვანი დეველოპერული პროექტები ქმნის ამის შესაძლებლობას, ასევე ხაზი გაესმა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ემარის კომპანია ემაერის შემოსვლა საქართველოში და იმ მულტიმილიარდ დოლარიან ინვესტიციებს, რომელიც განხორციელდება შემდეგი 6-7 წლის განმავლობაში, რაც თავის მხრივ ნიშნავს კიდევ ერთხელ ასე რომ ვთქვათ, ტურისტული სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას, უფრო მაღალ დონეზე აყვანას და უფრო მაღალ შემოსავლიანი ტურიზმების მოზიდვას საქართველოში. რომ შევაჯამოთ, დისკუსია ასევე შეეხო ადგილობრივ კომპანიებს, თუ რა შესაძლებლობები არის ბაზარზე, თუ რა გამოწვევებია, ასევე არსებობს გამოწვევები კაპიტალზე წდომაზე. ამ ნაწილში საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომ კომპანიებისთვის წდომა კაპიტალზე გაეზარდოს, რომ მათ რესურსი გაეზარდოს და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეთ. ასევე ვილაპარაკეთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის პროფესიული კადრების გადამზადება, რადგანაც აღნიშნული სექტორი მაღალშემოსავლიანი არის და ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი სამუშაო ბაზრის გადამზადებას და ასე რომ ვთქვათ, დავალ პროდუქტიული საქმიანობიდან მაღალ პროდუქტიულ საქმიანობაში მათ გადაყვანას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები, რეალური შემოსავლები გაიზარდება და ეკონომიკის და უფრო ინკლუზიური გახდება და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. დიახ, მართლაც ძალიან ვრცლა და ძალიან საინტერესოდ შეაფასა ბატონმა შოთამ არსებული ვითარება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ძალიან ფართო ჭრილში დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს, რა ფართო მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში სწორედ სამშენებლო ინფრასტრუქტურის, სამშენებლო დეველოპერული პროექტების განვითარებას და მართლაც ამ კუთხით საკანონმდებლო ორგანოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მე უკვე აღვნიშნე. ძალიან ფართოდ იყო კერძო სექტორი წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ არა მხოლოდ აუდიტორიაში, არამედ კერძო სექტორი, რომელიც ხარს უჭერდა ფორუმის დისკუსიას, უკვე აღვნიშნე, რა თქმა უნდა, და ყოველთვის ხარს უსვავ გენერალურ მხარდამჭერს საქართველოს ბანკს და ასევე ახალ მუდმივ ბრძოლადიან პარტნიორს UGT-ს, თუმცა ასევე
ფორუმის გუშინელ დისკუსიას მხარს უჭერდა ასევე აქტიურად მონაწილეობდა Honeywell Cement-ი, Galten-Tagart-ი, Orbit Group-ი, TAS Hub-ი და LT Group-ი ასევე, რომელიც ძალიან ხშირად არის ფორუმის პარტნიორი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ფორუმის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორი იყო ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით. ახლა კი მინდა კერძო სექტორის, რომელიც კიდევ ერთხელ ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩვენს უშუალოდ დისკუსიაში, კერძო სექტორის შეფასებები მოვისმინოთ, მათ შორის კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო პანელზე და ფორუმის მხარდამჭერებზე Orbit Group-ზე, Honeywell Cement-ზე, Galten-Tagart-ზე, TAS Hub-ზე და LT Group-ზე, ასევე განსაკუთრებით მინდა კიდევ ერთხელ გამოვიყო Orbit Group-ის, რომელიც ყოველთვის ფორუმის არაერთი დისკუსიის მთავარი მხარდამჭერი ყოფილა. ჯობს მოვისმინოთ ახლა შეფასებები. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო დღეს. შესაძლებლობა ჰქონდა კერძო სექტორს სხვადასხვა ასოციაციას, სახელმწიფოს გულწრფელად გვესაუბრა ინფრასტრუქტურული და დეველოპერული სექტორების, ზოგადად სამშენებლო სექტორის განვითარებაზე და ყველა ერთბაშად შევთანხმდით, რომ ორი მთავარი გამოწვევა გვიდგას. ერთი ხარისხის კონტროლი, გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის და მეორე სწრაფი განვითარება, რომ ამ კონკურენციულ გარემოში, რომელშიც და რეგიონშიც ვიმყოფებით, საქართველოს თავისი ადგილი დაიმკვიდროს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ხარისხზე. ჩვენ ვართ ინოვატორები და არა ინოვატორები, მაგრამ საქართველოში არამედ ჩვენ ახლა რაღაც პატენტებზე მუშაობთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველი იქნება ინოვაციებში, რომელიც ჩვენ პროდუქციას აუმჯობესებს როგორც დანახარჯების ხრი, ანუ უფრო იაფს ხდის მას, ასევე ხარისხის ხრივაც. ასევე ჩვენ ამაზე მუდმივად ვფიქრობთ და მუდმივად მუშაობთ და ახლა ცოტა ხნის გამოვაცხადეთ, რომ ავაშენებთ საკმაოდ დიდი ინვესტიცია, 70 მილიონი ინვესტიციას ვაკეთებთ, რომ დავამატოთ კიდე კლინკერის წარმოება, რაც არის პირველადი პროდუქტი ცემენტისთვის და შემდეგში უკვე ბეტონისთვის. და ასევე ვაგრძელებთ ინვესტიციებს ცემენტის საფქოვებში და ამას გადავანაწილებთ უფრო კარგად მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო კარგად მომსახურებთ ჩვენ კლიენტებს და ასევე გავაგრძელებთ ბეტონის ქარხნებში ინვესტიციასაც, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით უკეთესად მომსახურებთ ჩვენ კლიენტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაც მოვისმინეთ, რომ გააგრძელებენ იმ პროექტებს, რომელსაც აკეთებდნენ და მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს. მესმის, რომ ბევრი პრობლემა დახვდათ იქ და დღეს ძალიან კარგად აგვიხსნა მინისტრმა რა პრობლემებს ეჭდებიან ისინი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრობლემები დროულად გადაწყდეს და გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას თითქმის მთელ დანარჩენ ეკონომიკასთან ნორმალურად უმუშაოთ. ეს იქნება ეს გზა თუ აეროპორტი თუ რაღაც ამგვარი. და მესამე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვისწავლოთ ფულის შემოტანა საქართველოში და სხვა სამშენებლო დარგს ეხებოდა ეს კონფერენცია და დავამატებ, რომ თუ ჩვენ დღეს ვაშენებთ უძავქონებას და ვეძახით უძავქონებას და რესტორნები, სასტუმროები, ბინები და ეს არის ძირითადი ბირთვი კერძო სექტორი როგორ მონაწილეობს მშენებლობაში და დეველოპმენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისწავლოთ პორტების, ჰიდროელექტროსადგურების, დატა ცენტრების და ესეთი სამშენებლო პროექტების კეთება, რომლებსაც ბევრად უფრო მეტი ფული ჭირდებათ, მაგრამ ასევე ბევრად უფრო მეტ ღირებულებას შექმნიან ამ ქვეყნისთვის და სადაც საქართველოს აქვს სამივე, რაც მე დავასახელე, წარმოუდგენელი უპირატესობა თავის მდებარეობის, თავისი მაღალმთიანი კლიმატის და 26,000 მდინარის გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს არის წარმოუდგენელი სიმდიდრე, რაც ამ ქვეყანას აქვს. ამიტომ ეს უნდა ვისწავლოთ, როგორ შემოვიტანოთ კერძო ფული, რომ ამ კერძო ფულით დიდი პროექტები ვაკეთოთ. ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ ფაქტიურად თითქმის ყველა ესეთ მნიშვნელოვან ფორუმში, განსაკუთრებით ისეთ საინტერესო პანელების დროს, როგორც სპიკერების დღეს არის წარმოდგენილი, საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა იყო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, საინტერესო მიმოხილვა იყო ჩვენი დარგის სამშენებლო დეველოპმენტის მიმართულებით, ბატონ თონი გემერიკაშვილის მიერ. არაერთხელ აღნიშნავდა თითქმის, ეს რა თქმა უნდა აქსიომაა, რომ ბიზნესის და ხელისუფლების აქტიური საუბარი ეს მხოლოდ ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე სახელმწიფოს მხრიდან მათი ხედვების სწორად ჩამოყალიბებას, სულით ინფორმაციას, რაც კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, დამატებით მოგცემს საშუალებას გავცვალოთ მოსაზრებები და ვაკეთოთ ის ერთიანი საქმე, რასაც ჩვენი ქვეყნის მშენებლობა ქვია და ჩვენი წელიწადი დავდოთ. ფორუმი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
და ვიტყოდი რომ საკმაოდ შედეგიანი, იმიტომ რომ ეს არის ფორუმი და ეს არის ფორმატი, სადაც პრაქტიკულად მონაწილეობს სახელმწიფო, მონაწილეობს ბიზნესი, მონაწილეობს სექტორული ასოციაციები და მონაწილეობს საკმაოდ ფართო სპექტრი დამსწრე საზოგადოების სახით. ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, პრაქტიკულად მშენებლობა, დეველოპმენტი ჯამში 18%-ში ადგენს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტში და შესაბამისად ეს არის მისი პირდაპირი მონაწილეობა, ხოლო ილივი მონაწილეობით გაცილებით უფრო მაღალია ჩვენი ეკონომიკაში ამ სექტორის წილი და თავისთავად ცხადია, ყოველი შეხვედრა, ყოველი განხილვა არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ სექტორის განვითარებისთვის და აზრთა შეჯერებისთვის შეიძლება ასე ითქვას. რაც შეეხება უშუალოდ ამ სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს სექტორი არის ძალიან პერსპექტიული და როდესაც ვამბობ პერსპექტივას, გულისხმობ ამ სექტორში, ესე ვთქვათ, ინვესტიციების განხორციელებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან, პრაქტიკულად მე უძრავ ქონებას ვეძახი ექსპორტის ისეთ სახეს, რომლის დროსაც საქონლის გატანა ქვეყნის გარეთ არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია თითოეული ცენტი, თითოეული დოლარი, ევრო, ფუნტი აი ამ სექტორში ჩადებული. ამ მიზნით აბსოლუტურად თანხმედრილი არის ბიზნესის და სახელმწიფოს ხედვა, იმიტომ რომ ყველას კარგად მოგვიხსენება, რომ პრაქტიკულად რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი იქნება ინვესტიციისთვის, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, უფრო ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტებისთვის, ინსტიტუციური ესე ვთქვათ ინვესტორებისთვის და ასევე უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად, არამედ ეკონომიკისთვის, დამატებით სამუშაო ადგილებისთვის და ძალიან ბევრი ახალი სერვისის შექმნისთვის, სადაც თავისთავად ცხადია, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, კიდევ უფრო მეტი ბრუნვა და კიდევ უფრო მეტი კონტრიბუცია იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. დიახ, ნახეთ კერძო სექტორის შეფასებები სხვადასხვა მიმართულებით და ხედვა ძალიან საინტერესოა, რაც თავარი დისკუსიები გრძელდება ამ ჭრილში და ჩვენ უყურებთ და უსვენთ იმ კერძო სექტორის იმ წარმომადგენლების შეფასებებს, რომლებიც ძალიან აქტიურ ბიზნესში არიან ამ კუთხით წარმოდგენილები, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უშინდელი ფორუმის გამორჩეულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და მათი წევრები იყვნენ აქტიურად წარმოდგენილები ასევე ფორუმზე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია და დღეს სტუმრად მოსვლავთ ხოლმე სწორედ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორს ბატონ ირაკლი გიორგობიანს. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის. გთხოვთ გაბრძანდეთ. და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ უსარგებლო შემთხვევით და ერთ-ერთს მადლობა გადაგიხადოთ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისათვის და მხარდაჭერისთვის. თქვენი შეფასება გუშინდელი ფორუმის პირველ რიგში როგორ შეაფასებდით გარემოს და დისკუსიას? მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად სასიხარულოა, რომ 21-ე საიუბილეო ფორუმი და თემა არჩეული იქნა ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სექტორი. რომელსაც თავის პანელის წევრებიდან და დამსწრე საზოგადოებიდან გამომდინარე ნამდვილად საინტერესო იყო და საკმაოდ დიდხანს გასტანა თემის სექტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე. მანდაც სარეკორდო ნაწილი იყო იმდენად დიდხანს გაგრძელდა. ნამდვილად და დამსწრე საზოგადოებაც მე საკმაოდ აქტიური იყო თავის კითხვა-პასუხში. და ცალსახად პოზიტიურად ვაფასებთ ჩვენ მოიხსენებათ რომ ჩვენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორული ასოციაცია არის და ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და მნიშვნელოვანია, როდესაც ამ სექტორს მოიხსენებათ ამ BOP პერიოდში მთავრობის მიერ განსაკუთრებული ყურადღება და აქტიური დისკუსიები გვაქვს ამ თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით. კი ბატონო, მე სხვა შორის ფორუმზეც აღვნიშნე, მადლობა პირველ რიგში შეფასებისთვის, რომ თქვენი პოზიცია თანამშრომლობის წრეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან ურთიერთობის ნაწილში. მეორე მხრივ ჩვენ ვისმენთ სახელმწიფოს გეგმებს. მოვისმინეთ მინისტრისგან ფორუმზეც, თუმცა მანამდე არაერთხელ მინისტრის მხრიდან საჯაროდ თქვენ სხვა შეხვედრებზე მოგვისმენთ. როგორ აფასებთ თუნდაც გუშინდელ ფორუმზე მოსმენილ იმ გეგმებს, რომელიც ბატონმა მინისტრმა წარმოადგინა, ანუ ჯამში ინფრასტრუქტურულ პროექტებს?
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით 3 მილიარდ ლარამდე არის მიმდინარე წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის რეალიზება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის სექტორისთვის და მნიშვნელოვანი ამბიციური პროექტები არის დაგეგმილი, როგორც სამოქალაქო მიმართულებით, ასევე საგზაო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. და ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმების რეალიზება კოორდინირებაში იყოს კერძო სექტორთან და განსაკუთრებით ადგილობრივ კომპანიებთან, რამე თუ დროულად ხდებოდეს იმ რესურსების მობილიზება, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ იმ ამოცანების მისაღწევად, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს, როგორც ერთ-ერთი მსხვილ კაპიტალური ინვესტიციების განმახორციელებელ სამინისტროს. მოგიხსენებათ, რომ დღეს სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ხარისხის კომპონენტი და ამ ხარისხის ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი რეფორმა განხორციელებულიყო, ამბიციური მათ შორის ფასწარმოქმნის ნაწილში, რამე თუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ფასი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის ხარისხი. მოგიხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში სექტორში ხარისხი ნაკლებად იყო პრიორიტეტი და იყო უფრო ფასით და ჰქონდა განცდა, რომ იაფად ხარისხს ვიყიდით, მაგრამ ცალსახად მივესალმებით იმას, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვანი აქცენტი გადაიტანა ხარისხზე და ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს და ვფიქრობ, რომ ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიები და საინჟინრო ნოვაციები მაქსიმალურად იმპლემენტირდეს, ესე ვთქვათ, დასახული მიზნების მიღწევის დროს. კი ბატონო, თქვენ ხარისხი ახსენეთ და მართლაც მინისტრმა რამოდენიმეჯერ ახსენა მის გამოსვლაშიც ხარისხის ნაწილი. ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ და თქვენი ასოციაციის წევრებიც იყვნენ ფორუმზე წარმოდგენილები და ნელ მიხარია, რომ აი ასეთი თემატური ასოციაცია განსაკუთრებულად ძლიერდება და თავის სიტყვას ამბობს სექტორში. ბიზნესი რას ხედავს ძირითად გამოწვევებს, რომელიც სექტორში ასე ვთქვათ, ამ საჭიროებებისთან მიხედვით? ბიზნესში სამწუხაროდ, მოდით ეს შევხედოთ, მე ყოველთვის ვაფასებ, მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურის სექტორი ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარჯვითი ნაწილი იყო ქვეყნის ბიუჯეტისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა ფაქტია, შედეგია, რომ მსხვილ საერთაშორისო ტენდერებში დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფენ ქართული კომპანიები ტენდერში მონაწილეობას. რაშიც ცალსახად ვემთხვევით ჩვენს და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც კარგი ინდიკატორია სექტორის მდგომარეობის. ამის გარდა სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად ხელს უშლიდა მათ შორის კაპიტალის ფორმირებას ის, რომ სექტორში არ იყო ადეკვატურად გადანაწილებული რისკები დამკვეთსა და მიმწოდებელ შორის. და მოგიხსენებათ, ჩვენ საკმაოდ რთულ არაპროგნოზირებად საბაზრო გარემოში გვიწევს ცხოვრება და რთულია იმის პროგნოზირება, ხვალ პირობითად ნავთობის ფასი რა იქნება, ან რომელიმე მეტალის ფასი და ამ პირობებში ფაქტიურად აქამდე მთელი ეს ამ რისკს ატარებდა მიმწოდებელი და მოგიხსენებათ, კოვიდი, არაერთი ომი თუ გარე შოკები მოგვთარა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში და ფაქტიურად ეს შოკები სულ მიმწოდებლების კაპიტალის ხარჯზე ხდებოდა, რამაც მოგვცა ის მოცემულობა, რომ დღეს სექტორი არის ნაკლებად კაპიტალიზირებული, რაც თავის მხრივ საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს რისკები და ჩვენი კოორდინაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი წარმოადგენს ის, რომ სექტორში მონაწილე ყველა მხარისთვის, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებისთვის და დამკვეთვისთვის და მიმწოდებლისთვის მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოვახდინოთ რისკების მინიმიზირება და ხელი შეუწყოთ ლიკვიდურობის გაჩენას, რომელიც თავის მხრივ მერე ტრანსფორმირდება პროექტების შესრულებაში და ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის რეალიზებაში. კი ბატონო, მართლაც საინტერესო გამოწვევებია, შეიძლება ასე ვთქვათ, მაგრამ ჩემი აზრით დაძლევადი ბუნებრივია კიდევ ერთხელ ამ დიალოგის და სახელმწიფოს ჩართულობის გზით, ხო, ბატონო მინისტრი ერთხელ აღნიშნავს ქართული კომპანიების გაძლიერების ნაწილს მათ შორის ამ სექტორში.
გამოწვევებსაც ვხედავთ. თუმცა რამდენად შესწევთ უნდა არის ქართულ კომპანიას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე იყვნენ კიდევ უფრო მეტად აქტიურები, გაუწიონ კონკურენცია საერთაშორისო კომპანიებს, ხოლო კომპანიებს, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში. აი, ეგ მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება და თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ეს დიალოგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ დიალოგის დროს სწორედ ხდება იდენტიფიცირება პრობლემის და მე ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ფაქტიურად თელი დისკუსია მიდის, როგორ შეიძლება ჩვენ არ გვაქვს ასეთ სხვადასხვაობა პრობლემის დანახვაში ხო, როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, სწორედ მანდ იქნება ის ეფექტურობა ამ დიალოგის დროს. რაც შეეხება მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, სადაც დომინირებენ ჩინური სახელმწიფო კომპანიები, მათთან კონკურენცია არ აქვს თუ ქართულ კომპანიებს, არამედ აქტიურად მსხვილ ევროპულ საერთაშორისო მოთამაშეებს უჭირთ. რადგან აბსოლუტურად სხვა ორჯერ სამჯერ ნაკლებად აფასებენ საკუთარ კაპიტალს ჩინური კომპანიები, ვიდრე დასავლური კომპანიები. მოგეხსენებათ, რომ ახლა მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიები ბევრი საჯაროდ ივაჭრება, ყველა ინვესტორი უყურებს კაპიტალზე უგუგებას და პირობითად 5-6%-იანი უგუგების პირობებში მათი ღირებულება ალბათ 0-თან ახლოს იქნება. როდესაც ჩინური კომპანიები აბსოლუტურად სხვა კაპიტალის უგუგებაზე მუშაობენ. ეს ჩინეთის ესე ვთქვათ სახელმწიფო ექსპანსია, თუმცა სწორედ ჩვენ პატარა მცირე ეკონომიკის პირობებში ერთის მხრივ გვაქვს მოლოდინი, რომ თითქოს ფისკალურ ეფექტს ვღებულობ, როდესაც დემპინგური ფასით ჩინური კომპანიას გვიშენებს ინფრასტრუქტურას და მეორეს მხრივ არ ვადარებთ ეკონომიკური ღირებულების იმ პოტენციურ ეკონომიკური ღირებულების შექმნის კუთხით თუ მას განახორციელებთ ქართულ კომპანიას. დღესაც აღნიშნა სოციალ მინისტრ ბატონ მარეზიმ, რომ სახელმწიფო ამუშავებს გარკვეულ ინიციატივას, რაც შორის ჩვენს აქტიურად თანამშრომლობთ, რომ იგივე ჩვენ სამეზობლოში და საერთაშორისო პრაქტიკაში ლოკალური კომპანიების ხელშეწყობის მექანიზმები არსებობს, რომელიც ფაქტიურად ცალსახადს თუნდაც ფასის უპირატესობას აძლევს ლოკალურ კომპანიას, რამე თუ ლოკალური კომპანია, როდესაც პროექტს ახორციელებს, მისი ეკონომიკური ღირებულება ქვეყნისთვის გაცილებით მაღალია, ვიდრე ბავშვად საერთაშორისო ამ შემთხვევაში ჩინური სახელმწიფო კომპანიები. ეს ცალსახად პოზიტიური სიგნალი არის სექტორის და სექტორს დღესაც აღნიშნე ბატონ მინისტრმა, რომ შეიძლება უკმაყოფილება იყოს იქიდან გამომდინარე, რომ იმ ხელმოლოდენი შეიქმნა და მოლოდინი შეიქმნა სექტორში, რომ სექტორსაც მეტი უნდა. და მე ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიური ინიციატივებს სახელმწიფო უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებს უფრო კონკურენტულნარიანები გახდნენ. კი ბატონო, მართლაც ხო, მეტი და მეტი უნდა, ნორმალურიც არის ეს ბუნებრივია, როდესაც რაღაცა იდეალურისკენ სვლა ალბათ აუცილებელიც არის და რა თქმა უნდა, ეს მეტი და მეტის მოლოდინი ლოგიკური ეს შემდგომ ეს განვითარებას უზრუნველყოფს და რა თქმა უნდა, ჯამში მომხმარებლისთვის არის საუკეთესო ვერსია. ხა ჩვენ საუბრობდით ჩინურ კომპანიებზე, თუ პირობითად სხვა კონკურენტებზე ქართულ კომპანიებთან. ყოველთვის ისმის ხოლმე კითხვა აი გარდა ფინანსური ნაწილისა, არიან თუ არა მზად მაგალითად ქართული კომპანიები რომ შეასრულონ ესეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, ესეთი ცირთულის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც განხორციელებასაც სახელმწიფო ითხოვს, თქვა ამ შემთხვევაში და აქ მათ შორის გუშინდელ ფორუმზეც არაერთხელ ითქვა კვალიფიციური კადრების საკითხი, ხო აი სად ვართ ამ კუთხით, მათ შორის კადრების კუთხით, აი რამდენად დიდია ინტერესი, სხვა შორის კარგი იყო რომ აკადემიურ სექტორის წარმომადგენლები ჩაერთნენ შემდეგ დისკუსიაში ტექნიკური უნივერსიტეტთან. აი კადრები და განათლება ზოგადად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება და განსაკუთრებით ამ სექტორში, ეს სექტორი, რომელიც რეალურ ეკონომიკაში მეორე მსხვილი ყველაზე დიდი დამსაქმებელი არის რიტეილ სექტორის მიერ. და შესაბამისად სულ მუდმივად, როდესაც სექტორი მნიშვნელოვნად სწრაფად იზრდება და ეს ტრანსფორმირდება და აისახება სწორედ იმ ციფრებში, როდესაც საშუალო ხელფასი ამ სექტორში გაასწრო საფინანსო სექტორს და ფაქტობრივად მეორე ადგილზე არის IT სექტორის მიერ.
ეს ალსახად მიანიშნებს იმის, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალი არის, მიწოდების ნაწილში პრობლემა გვაქვს, ასევე კვალიფიკაციური კადრების პრობლემა გვაქვს და მე ძალიან მიხარია, რომ სახელმწიფო ამ ბოლო დროს დაინიცირა, რომ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ყურადღებას მიაქცევენ სწორედ პროფესიულ განათლებას და ვიწრო სპეციალიზაციების დაფინანსებას, მათ შორის ჩაატარეს კვლევა და იდენტიფიცირებული იყო, რომ მშენებლობის სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნა და დეფიციტურ დარგს და აქ ვფიქრობ, რომ აქაც საჯარო და კერძო დიალოგის პირობებში შესაძლებელია მნიშვნელოვანი კაპიტალის და მობილიზება წერტილოვნად, რამე თუ სწორედ მონეტიზირდეს, ისე ვთქვათ, ეს ინვესტირებული კაპიტალი ამ კვალიფიკაციური კადრების ამაღლების კუთხით. თუმცა მეორე მხრივაც ისე ვთქვათ, ესეთი პროფესიული სასწავლებლის კუთხით კერძო კაპიტალითაც განხორციელებულია რამოდენიმე პროექტი. ჩვენ მათთანაც და იგივე ასოციაციის ბაზაზე გვაქვს ჩვენ რამოდენიმე ინიციატივა, რომელიც გვინდა რომ სახელმწიფოსთან ერთობლივად სექტორისთვის შევქმნათ, რამე თუ ჩვენ ქვეყანაში მოგეხსენოთ მაინც მასშტაბის მცირე ეკონომიკა და ნაკლები მასშტაბურობა გვაქვს რა და ნებისმიერი მსგავსი პრობლემის გადაწყვეტებას მასშტაბის ეფექტი ჭირდება, რომელსაც მარტო რომელიმე ერთი კომპანია ვერ შექმნის და ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორმა ერთობლივად მოახდინონ ისე ვთქვათ რესურსების მობილიზება, რაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ამ პრობლემის მოგვარებაში. კი ბატონო, და ბოლოსკენ მინდა უცებად კითხო სწორედ ასოციაციასთან დაკავშირებით. მართლაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ასოციაცია ასე იყო წარმოდგენილი მისი წევრებით და რაღაც ერთიანი ხმით ამ ნაწილში, ვინაიდან სწორად აღნიშნეთ, რომ ცალკე აღებული, მე მესმის, რომ ძალიან ძნელია ცალკე აღებულ კომპანიებმა შესაძლებელია სრულად დამაჯერებელი იყოს, მაგრამ მაინც ერთიანი ინიციატივა სხვა ხედვა აქვს, სხვა ზავა აქვს. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ მეტი ასოციაციასთან დაკავშირებით, ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებით და ძირითად პრიორიტეტებთან, რომელიც იქნება ასოციაციისთვის 20-26 წლისთვის და მიმდინარე პერიოდში მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩვენ მზად ვართ, რომ პერიოდულად ასოციაციის აქტიურ საქმიანობას დავაკვირდეთ და გავაშვებთ. ძალიან დიდი მადლობა და მოხარული ვარ მეც და მოხარული ვარ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც სექტორში არსებობს. ასოციაცია ერთის მოხარული ვარ, რომ ყოველდღიურად იზრდება მომართვიანობა და 75 კომპანია მონაწილეობს, არის ასოციაციის წევრი. ფაქტიურად არა მარტო სამშენებლო კომპანიები, არამედ სამშენებლო მასალების წარმოებლები, სამშენებლო მანქანების იმპორტიორები და ოპერატორები, ფინანსური ინსტიტუტები, საზღვაო კომპანიები, იურიდიული კომპანიები და ფაქტიურად ყველა სექტორი მთელ ამ ეკოსისტემაში მონაწილე, ყველა სექტორის წარმომადგენელი, რაც ჩვენ რეალურად ასოციაციას გვაძლევს სწორედ მოვახდინოთ სექტორის მდგომარეობა, გამოწვევები რა აქვს და მე ამის შესაბამისი ადრესირება და რეაგირება იმ გამოწვევებზე, რაც არის. ამ ეტაპზე ჩვენთვის მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი არის, რომ იგივე სახელმწიფო მოგეხსენებათ, რომ მშენებლობის სექტორში სახელმწიფოს დიდი წვლილი უჭერავს კერძო სექტორს, რომელიც ფაქტიურად მოთხოვნის მდგენელი არის დეველოპერული პროექტები და ფაქტიურად სახელმწიფოსაც დისკუსიაში სუვიძახეთ, რომ დღეს კერძო სექტორი უფრო დიდი კონკურენტი არის სახელმწიფოსთვის ამ ნაწილში, ვიდრე აქამდე იყო. შესაბამისად არიან ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობენ იმ გარკვეული რისკიანობის კუთხით. ჩვენი მიზანი არის სწორედ, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის რისკიანობა შევამციროთ, რომ მათთვისაც მიმზიდველი გახდეს ის სახელმწიფო შესყიდვები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ამ კუთხით და რაც თავის მხრივ გაზრდის კონკურენციას და სახელმწიფო გაცილებით მაღალ ხარისხსა და ფასის თანაფარდობას მიიღებს. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია სახელშეკრულებო ურთიერთობები სახელმწიფოსთან, რომელზეც ჩვენც წარდგენილი გვაქვს უკვე ინიციატივა და დამუშავების ეტაპზე არის და ვფიქრობ, რომ აქაც მნიშვნელოვანი კარგი სიახლეები იქნება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან ეფექტს მოახდენს, მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკიანობას სახელმწიფო ტენდერებში ოპერირებისას. კი ბატონო, მართლაც და კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასებიდანაც, თქვენი კომენტარიდანაც გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ასოციაციის საქმიანობას, ვინაიდან არიან განსხვავებული
ქმედებებისთვის განწყობილი კომპანიები, მაგრამ ჯამში ერთობლივი ძალისხმევა და ერთობლივი ინიციატივა მოიტანს იმ პოზიტიურ შედეგს, რომელსაც ქვია სექტორში ეფექტიანობა, შეიძლება ასე თქვოს, რომელიც სწორედ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიების და სახელმწიფოს თანამშრომლობით მიიღება, ვინაიდან სახელმწიფო განსაკუთრებულად მსხვილი დამკვეთია. ამ ჭრილში ცხადია და მნიშვნელოვანია მათი პოზიციების გათვალისწინება. დიდი მადლობა მინდა გადაგიხავთ. კიდევ ერთხელ მადლობა ფორუმში მონაწილეობის, მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ და კიდევ ერთხელ ვზადვართ, რომ აქტიურად მიმოვიხილოთ და მივადევნოთ თვალი ასოციაციის საქმიანობასაც თვითონობაში, ვინაიდან ხედავთ ძალიან ბევრ გეგმას და ცხადია ყველას გვაინტერესებს შედეგები. მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.